პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტ უცნობი კავკასია ყოველ სამუშაო დღეს მთავარი თემი ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში სტუდიაში ნათია გამცემლიძე მუშაობს. გაეროში ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასანიამ თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა. დღეს როგორც ექსპერტები და პოლიტიკოსები საუბრობენ, ყოფილი ელჩი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პრეზიდენტობის კანდიდატია. ალასანია ყოფილმა უშიშროების თავმჯდომარემ კახალომაიამ შეცვალა. შევეცდებით სწორედ ჩვენ დღეს ბატონ კახალომაიასგან შევიტყოთ როგორ აპირებს იგი მოღვაწეობის გაგრძელებას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში. მოგესალმებით ბატონ კახა, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ კახა, თუ გქონდათ შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი გაეროში თქვენს კოლეგებთან, რას ამბობენ ისინი ჩვენს ქვეყანაზე? მე მქონდა შეხვედრა ჩემს წინამორბედთან, ირაკლი ალასანიასთან. კი ბატონო, ჩვენ ამაზე დაწვრილებით უნდა ვისაუბროთ. გისმენთ? და მქონდა საუბარი ტიპკორპუსის წარმომადგენლებთან, მათ შორის გაეროს წარმომადგენლებთან საქართველოში, რაც შეეხება შეხვედრებს ჩემს მომავალ სამუშაო ადგილზე, ეს შეხვედრები გაიმართება მომავალ კვირას. კი ბატონო, რადგან თქვენ ბატონ კახა თავად ახსენეთ ირაკლი ალასანია, რომელიც როგორც მე უკვე აღვნიშნე, როგორც ექსპერტები საუბრობენ და ასევე პოლიტიკოსების ნაწილი გიგახლავთ, დღეს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პრეზიდენტობის კანდიდატი. საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა ირაკლი ალასანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი გახდეს. რა სიტყვით თქვენი კომენტარი ამ საკითხზე და რა ბრძანა, რაზე ისაუბრეთ თქვენ და ბატონმა ირაკლიმ? პრეზიდენტობის კანდიდატობაზე საუბარი ალბათ ნაადრევია ბატონო ირაკლი ალასანია თავად საუბრობს უკვე რომ დაინიშნოს რიგარეში არჩევნები. არა მას არ უთქვამს რიგარეში საპრეზიდენტო არჩევნები, მაგ ზოგადად ახსენა რიგარეში არჩევნები, როგორც ერთ-ერთი იდეა მისი აზრით, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ოპოზიციას, რომ უკეთ იყოს წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს, დასახელდებიან ბუნებრივად და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ეყოლება ახალი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო რბოლა დაიწყება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ყოფილი და მომავალი ელჩების შეხვედრა ეს არის ჩვეულებრივი დადგენილი პრაქტიკა. ვფიქრობ, რომ ჩვენი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, სწორედ მივიღე ინფორმაცია ირაკლისგან იმ ინიციატივებზე, რომელიც დაგეგმილი აქვს და ჰქონდა ჩვენს მისიას. ჩვენი მისია, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემ, ჩვენი მისია გაეროში არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მისია, რომელიც საქართველოს ყავს უცხოეთის ქვეყნებში. კონკრეტული ინფორმაცია ჩვენს მთავარ პარტნიორებზე და ჩვენ მთავარ ოპონენტებზე, სხვადასხვა სახის დიპლომატიური, პოლიტიკური, ტექნიკური ცნობები, ეს იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა, რომელიც ახალი წლების წინ გაიმართა. მე თქვენიც ირაკლი დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დღემდე იმყოფება. კი ბატონო, კახა, ბატონო ირაკლი პასუხისმგებლობას აგვისტოს მოვლენებზე თითქმის ააკისრებს პრეზიდენტ სააკაშვილს. თუ გქონდათ ამაზე საუბარი აგვისტოს მოვლენებს, მე დარწმუნებული ვარ თქვენ საუბარში აუცილებლად შეეხებოდით, რაზე ისაუბრეთ და რა კრიტიკული განცხადებები გააკეთა ხელისუფლების მისამართით. ირაკლი ალასანია ის დღეს ამას უკვე ღიად საუბრობს კრიტიკას ხელისუფლების მისამართით. ალასანია არ მალავს. დიახ, ჩვენ ვიცნობთ მის ერთადერთ განცხადებას, ქონდა ამაზე საუბარი, მას აინტერესებდა ჩემი აზრი, სხვათა შორის ის მე მომეჩვენა, რომ იყო უსიამოვნოდ გაუცებული იმით, რომ თავარ თემად მისი გამოსვლის თავარ თემად პრესამ დაასახელა სწორედ ის მომენტი, რაც თქვენ ბრძანეთ. მისი აზრით მთავარი თემა მისი გამოსვლის იყო სწორედ სამართლებრივი შეფასება მიეცა აგვისტოს მოვლენებისა, რომელიც მისი აზრით აბსოლუტურად ემთხვევა ამაში ჩვენი აზრები. ეს იყო რუსეთის დაგეგმილი აგრესია, დაგეგმილი და განხორციელებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ბატონ კახა, საინტერესოა თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დღეს სწორედ Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა მისი დასკვნა, სადაც კიდევ ერთხელ საუბრობს ეს ორგანიზაცია და წერს, რომ ომი დაიწყო ქართულმა მხარემ. ბატონ კახა, ეს არ არის მარტო ამ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში აღწერილი, თითქმის სხვადასხვა საერთაშორისო პრესა წერს ამის შესახებ, აკრიტიკებს ხელისუფლებას. თქვენ ბრძანდებით ალბათ საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით. თუ შეიძლება საერთაშორისო პრესაზე თქვენი კომენტარი, რამდენად კრიტიკულია ის თქვენის აზრით დღეს ხელისუფლების მისამართით? ბუნებრივია გავცემ პასუხს თქვენს კითხვებს, მაგრამ რომ დავასრულოთ ეს თემა, ეს არის ის, რომ მისი აზრით
და აბსოლუტურად ვეთანხმები ამაში, ეს იყო დაგეგმილი და განხორციელებული რუსეთის აგრესია საქართველოში, თუმცა კი რაში ჩვენი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს, არის ის, რომ მისი აზრით არსებობდა შანსი, რომ შეგვემცირებინა აგრესიის ალბათობა და ამასთან დაკავშირებით ის ასახელებდა მის კონტაქტებს აფხაზებთან. რატომ ვერ გამოიყენა ხელისუფლება მალოსენის კონტაქტი? ბოლო კონტაქტი სეპარატისტებთან, რომელიც ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, იყო მაისში, შვედეთში, სტოკჰოლმში. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, სადაც ვესწრებოდი მე, მაშინ უშუალოდ საჭოს დივანი, ირაკლი ალასანია, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა რურუა და რეინტეგრაციის მინისტრი თემური იაკობაშვილი. ამ დაახლოებით 2 დღიანი შეხვედრის შედეგის შეფასებისას ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ერთ აზრზე, რომ არავითარი შეხების წერტილი ჩვენს პოზიციასა და სეპარატისტთა პოზიციას შორის არ არსებობდა და მან ეს დაადასტურა. იყო თუ არა რამე შანსები წინა წლებში ძნელი სათქმელია, მე არ მგონია და ესეც საერთაშორისო აღიარებული აზრია, რომ სეპარატისტებზე აფხაზეთის კონფლიქტის და პრობლემის მოგვარებაში დამოკიდებული პრაქტიკულად არაფერი. მოდი ვთქვათ ასე, არა ნოლი, მაგრამ მინიმალურად აქვთ მათ აზრს მნიშვნელობა იქ პოზიციებს აკონტროლებდა და აკონტროლებს რუსეთის ფედერაცია. რაც შეეხება თქვენს კითხვას იმის თაობაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, ძალიან საინტერესო არის, ჩვენ არ მგონია რომ ჩვენ უნდა ავიტაცოთ ეს ფორმულირება. ნიშანს აღარ სვავს, არც Human Rights Watch მის დასკვნაში წერს კონკრეტულად, რომ ომი დაიწყო ქართულმა მხარემ. კითხვის ნიშანი რომ არ არსებობდეს, არ იქნებოდა აუცილებლობა საერთაშორისო კომისიის შექმნის. აი იტალია ვინის მეთაურობით, რომელიც მუშაობს და რომელიც წელს დადებს მის დასკვნას, ამდენად კითხვის ნიშანი, რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისო საზოგადოებით, რის შესახებაც არ არსებობს კითხვის ნიშანი, არის ის, რომ ვისი ჯარები იმყოფება რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ვისმა საჯარისო შენაერთებმა გადალახა რომელი სახელმწიფო საზღვარი. აი ამაზე კითხვის ნიშანი ნამდვილად არ არსებობს. რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების დაწყებას, თუ ამაში ვგულისხმობთ ომს, საბრძოლო მოქმედებები, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო საქართველოს მთავრობამ საპასუხოდ 2 ფაქტორისა. პირველი ეს იყო ივლისის ბოლოდან მოყოლებული სულ უფრო მზარდი საარტილერიო ცეცხლი გახსნილი ქართული სამშვიდობო ძალებების და სოფლების მიმართულებით ცხინვალის ირგვლივ, რასაც უკვე 7 აგვისტოსთვის მოყვა მსხვერპლი, როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე ქართველ სამშვიდობოებში, მე ვიმეორებ და ესეც არის ის ფაქტი, რაზეც არ კამათობენ, ხოლო მეორე თუმცა ბატონ კახა კამათობენ იმ ფაქტზე, რომ 7 აგვისტოს ტერიტორიიდან, სადაც მიმდინარეობდა საკმაოდ სერიოზული ბრძოლები, არ მოხდა ევაკუაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა. ეს სხვა თემა არის, ჩვენ ახლა საუბრობთ საომარი მოქმედებების დაწყებაზე და მეორე კომპონენტი ეს გახლდათ ის რაზეც არავით არ კამათობს და თვით რუსებიც კი ვერ უარყოფენ ის რომ 7 აგვისტოს დილით ადრე რუსეთის რეგულარული არმიის შენაერთები მათი რიცხოვნობის დადგენა დღეს შეუძლებელია, თუმცა კი ბუნებრივია თუ ავტორიტეტულ საერთაშორისო კომისიას მიეცემა და მისთვის ხელმისაწვდომი გახდა სამხედრო და სადაზვერვო ტიპის ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის, ის ამას დაადგენს 7 აგვისტოს დილით, ანუ სულ მცირე 12 საათით ადრე სანამ საქართველოს ხელისუფლება მიიღებდა გადაწყვეტილებას რომ გაეხსნა და კონტრშეტევაზე გადმოსულიყო, ისინი უკვე იმყოფებოდნენ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მათ ჰქონდათ უკვე გადაკვეთილი სახელმწიფო საზღვარი. აი ეს 2 ფაქტი არის ფუნდამენტური ფაქტი. ამ 2 ფაქტის, ამ 2 ფაქტორის თუ გნებავთ საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ეს განაცხადა პრეზიდენტმა თავისი 4 საათიანი კომისიაზე 4 საათიანი გამოსვლის დროს მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მისი ღრმარწმენით უნდა მიიღოს ნებისმიერმა პასუხისგებლობით ახსავსე მეთაურმა სახელმწიფოსი, მან უნდა სცადოს ადეკვატურად უპასუხოს სამხედრო აგრესიას და თავისი მოქალაქეების სიცოცხლის. თუმცა ბატონ კახა ალბათ არ ვიცი დღეს საზოგადოება მოქალაქეები საუბრობენ იმაზე რომ აგვისტოს მოვლენების დროს არც თუ ისე სტრატეგიულად იბრძოლა ქართულმა არმიამ არ იყო ორგანიზებული თავად ხელისუფლების მხრიდან ეს ჯარი. რა სიტყვით ამის შესახებ? რამდენად ორგანიზებული იყო, მოდით ხელისუფლებაზე ვისაუბროთ. თქვენ როგორც ყოფილი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, რამდენად ორგანიზებული სამხედრო ოპერაციის
დაგეგმვის, ასე ვთქვათ, შუქჩრდილები ან მისი ძლიერი და სუსტი მხარეები მოდით სპეციალისტებს მივანდობთ. მე შემიძლია ვთქვა ის, რაც ნამდვილად ვიცი და თქვენ იცით მე 10 დღე ვიმყოფებოდი ოკუპირებულ გორში, რაც ნამდვილად ვიცი, რაც მომისმენია უშუალოდ მონაწილეებისგან და მხილველებისგან, რომ ჩვენი ჯარების და ჩვენი შეერაღებული შენაერთების მონაწილეთა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურების აბსოლუტური უმრავლესობა იბრძოდა მამაცად, იბრძოდა თავდაუზოგავად და სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ რამდენიმე დღით მოხერხდა მართლაც უპრეცედენტო ამ აგრესიის შეკავება და პოლიტიკასა და დიპლომატიას მიეცა შანსი. იყო თუ არა სამხედრო დაგეგმვაში შეცდომები, იყო თუ არა ხარვეზები, ალბათ იყო, მე არა ვარ სპეციალისტი, სპეციალისტები ამის შესახებ უკეთ მოგახსენებენ, რაც შეეხება სამხედრო მომზადებას აბსოლუტური უმრავლესობისა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა, მათ პატრიოტულ სულისკვეთებას და თავდადებას აქ ჩვენ პრეტენზიების წამოყენება ჩემი აზრით არის უბრალოდ ამორალური. ბატონ კახა, მე მინდა დაუბრუნდეთ საერთაშორისო პრესაც, სადაც სწორედ წერენ, რომ ქართული არმია სამარცხვინოდ დამარცხდა რუსულ ჯართან, ეს საერთაშორისო პრესა წერს ამის შესახებ. უბრალოდ მე მინდა კითხოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად გავლენიანია დღეს მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო არენაზე? ამის შესახებ სწორედ დღეს სააგენტო როიტერი წერდა, მე ამის შესახებ საუბრობ თითქმის ჩვენს ყველა გადაცემაში, რამდენად გავლენიანია დღეს მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო არენაზე, რადგან საუბრობენ იმაზე, რომ ევროპა დღეს საკმაოდ ამრეზით უყურებს საქართველოს, რა სიტყვით თქვენ? და მიხეილ სააკაშვილს უკაცრავად შეგაწყვეტინებთ, აღარ აქვს ისეთი სერიოზული გავლენა, როგორიც ჰქონდა მას რამდენიმე წლის წინ. მოდით დავასრულოთ თემა, როდესაც თქვენ ახსენეთ სამარცხვინო დამარცხება, ეს არის ტერმინი, რომელსაც ძირითადად რუსული პრესა იყენებს, რაც შეეხება New York Times-ის პუბლიკაციით, რომ თავის მხრივ ეყნობოდა ამერიკელი სამხედრო ექსპერტების შეფასებას, ეს შეფასება შედგებოდა ორი ნაწილიდან, თქვენ გახსოვთ, შეფასების პირველი ნაწილი ამბობს, რომ 2004 წლიდან საქართველოს შეერაღებულმა ძალებმა თავისი აღჭურვით, წრთნით და ორგანიზებით არნახული პროგრესი განიცადეს, მაგრამ მეორე ნაწილი საუბრობდა იმაზე, რომ კონკრეტულ სამხედრო ოპერაციის დაგეგმვისას, ამ კონტრშეტევის დაგეგმვისას თავიჩინა უამრავმა ხარვეზმა, მათ შორის დაგეგმვის, კომუნიკაციის და სხვა სფეროებში. ეს კომპლექსური თემა არის, ასე რომ ცალსახა შეფასებები, როგორც თქვენ ბრძანეთ, მე ვფიქრობ აბსოლუტურად უადგილოა. ეს არის რთული საკითხი, მაგრამ ამ საკითხს აქვს ორი მხარე, ერთი რომ იყო პროგრესი, მეორეს მხრივ იყო ხარვეზები. რაც შეეხება გავლენას, ეს შეფასებითი მსჯელობა არის. გუშინ წინ აქ იმყოფებოდა ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი პირი, ევროკომისარი საგარეო ურთიერთობებში ქალბატონი ფერერო ვალდნერი, რომელმაც საქართველოს და საქართველოს დემოკრატიას სრული მხარდაჭერა აღუთქვა, მან მაღალი შეფასება მიცა რეფორმების ახალ ტალღას, რომელიც დაიწყო ჩვენთან და ასევე თქვა, რომ დემოკრატიის გზაზე ჩვენ ხანგრძლივი გზა გვაქვს გასავლელი და კონკრეტულად დაასახელა ის სფეროები, რომელიც გასაუმჯობესებელია. რაც შეეხება ხელისუფლების ავტორიტეტს, მე ვფიქრობ, რომ ის როლი, რომელიც საქართველოს უჭირავს საერთაშორისო პრობლემატიკაში, ყველა საერთაშორისო პრაქტიკულად ყველა ვისაც ამ რეგიონთან აქვს შეხება საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში, ნამდვილად აღემატება, თქვათ, საქართველოს სიდიდეს ან მისი მოსახლეობის რიცხოვნობას, ეს არის არაპროპორციულად მაღალი როლი. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სწორედ ამაზე და მხედველობაში ვიქონიოთ, რომ თუ როგორ გაიზარდოს საქართველოს მნიშვნელობა ზოგი ჭირი მარგებელიაო, დავასრულებ ამ ფრაზას თუ შეიძლება, ზოგი ჭირი მარგებელიაო აი ამ სრულიად უპასუხისმგებლო საქციელმა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა ევროპის მიმართ, უკრაინისათვის და შესაბამისად ევროპული ქვეყნებისადმი ორი კვირით გაზის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამან ერთი-ორად გაზარდა საქართველოზე გამავალი ენერგო პროექტების მნიშვნელობა და დღეს უკვე პირდაპირ ტექსტით საუბრობენ ამაზე ევროკავშირის უმაღლესი პირები, მათ შორის ბატონი ბაროზო, რომელიც ამბობს, რომ აი 3 წელი, რომელიც წინა რუსულ-უკრაინული კრიზისიდან გავიდა, მათ უქმად დაკარგეს, დღეს ასეთ შეცდომას აღარ გაიმეორებენ და მათი ყურადღება სწორედ კავკასიური და
მაპატიეთ კასპიური და ცენტრალურ-აზიური ენერგორესურსების ტრანსპორტირების პროექტებისათვის და ყველა ეს პროექტი გადის საქართველოზე, ყველა რეალური პროექტი გასამაგდება და გაოთხმაგდება, ისევე როგორც რესურსები. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით, აი ამ ძალიან პრაქტიკული თვალსაზრისით, ენერგორესურსების მიწოდების თვალსაზრისით ევროპისათვის არ შემცირებულა პირიქით ის გაიზარდა. კი ბატონო, გასაგები ამ თვალსაზრისით თქვენ ბრძანეთ და მე მინდა ვისაუბროთ ასევე სხვა თვალსაზრისებზე თქვენის ნებართვით. სწორედ დღეს დასავლელი ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიას ვერ უერთგულა. თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ ბატონ კახა, რამდენად ერთგულია დღეს მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დემოკრატიის. როდესაც არსებობს ძალიან ბევრი მაგალითი იმისა, ამაზე ოპოზიცია საუბრობს, როგორ ძალიან ძნელად ვითარდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია და საერთოდ ვითარდება თუ არა ესეთი აზრიც არსებობს ალბათ მოგეხსენებათ. მე დაგეთანხმებით იმაში, რომ პრობლემები არსებობს, მათ შორის სერიოზული პრობლემები არსებობს, მაგრამ იმასაც და იმასაც რაც თქვენ დაასახელეთ, რაც ქალბატონმა ფერერო ვალდენმა თქვა მაგალითად სასამართლო ხელისუფლების სრულყოფა აქ არის პროგრესი უკანასკნელი თვეების პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მეტი პროგრესია საჭირო. აქ არის ავტორიტარული მართვა, მართული მედია, დაკნინებული სასამართლო. ეს არის ის სასამართლოზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მეტი წარმომადგენლობა უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებებში, ზოგადად საზოგადოების და კონკრეტულად პოლიტიკური პარტიების. იყო საუბარი ვთქვათ პოლიტიკური პარტიებისათვის მეტი შესაძლებლობისა და უფრო ფართო ასპარეზის მისცემისათვის, რათა მან გააცნოს თავისი შეხედულებები, იმათვისაც აქვთ ეს შეხედულებები საზოგადოებას და სხვადასხვა. ანუ ის რომ ამ მხრივ პრობლემები არსებობს, ამას არავინ არ უარყოფს. მე არ მახსოვს როდის იყო უარყოფენ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ფაქტს უარყოფენ, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, ასაუბრებენ იმაზე, რომ დემოკრატია ყოველდღიურად ვითარდება და მოყავთ მაგალითები, მაგალითად მე ხელისუფლების წარმომადგენლებს რო უსვამ კითხვას, რამდენად არის დღეს მართული მედია, საუბრობენ, რომ თქვენ მე მეკითხებიან ბატონ კახა, თქვენ ხართ თავისუფალი ჟურნალისტი, მე ვპასუხობ, რომ დიახ, მე ვარ თავისუფალი ჟურნალისტი, მაშინ რატომ სწორად კითხვის ნიშნებს, რომ დღეს მედია არის მართული, თქვენ შეგიძლიათ იგივე განმარტებები გააკეთოთ მედიის მართვასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რაც თქვენ ბრძანეთ, არის წინააღმდეგობა ის, რაც მე ვთქვი, რომ არავინ არ უარყოფს იმას, რომ პრობლემები არსებობს. მე არ მინახავს, არ მსმენი ასეთი ადამიანი, მთავრობის წევრი, რომელიც ამბობს, რომ პრობლემები არ არსებობს დემოკრატიის თვალსაზრისით, პრობლემები არსებობს, მაგრამ საუბარი არის იმაზე, არის თუ არა ხედვა და არის თუ არა გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა იქნას დაძლეული ეს პრობლემები. მე ვფიქრობ, აი თუნდაც გუშინდელი მაგალითი, როდესაც პრეზიდენტთან შეიქმნა მრჩეველთა საბჭო და ჩვენი დავინახეთ ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად საკმაოდ მწვავე კრიტიკით გამოდიან მთავრობის ამა თუ იმ ნაბიჯის, არის ერთი ბოლო ილუსტრაცია იმისა, რომ სწორედ ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. უფრო ინტენსიურად უნდა ვიაროთ, უფრო სწრაფად უნდა ვიაროთ, ეს მცდელობები უნდა იყოს უფრო ყოვლისმომცველი, შესაძლოა დაგეთანხმოთ, მაგრამ ის რომ ერთის მხრივ პრობლემები არსებობს, მეორე მხრივ რომ ჩვენ გვაქვს ხელისუფლების გამოხატული ნება, რომ ჩვენ ნაბიჯ ვიაროთ ამ პრობლემების დასაძლევად, მე ვფიქრობ ეს ამ 5 წლის განმავლობაში რა ნაბიჯები გადაიდგა, მაშინ ამაზე ვისაუბრეთ დემოკრატიის განვითარების. მოდით თუ ჩვენ დემოკრატიის რამდენიმე მაგალითი მესმის რომ აბსოლუტურად მე მზად ვარ გიპასუხოთ 2003 დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ერთ-ერთი ყველაზე პირუთვნელი შეფასება გახლავთ რეიტინგები. არსებობს 15 ან 16 ძირითადი რეიტინგი, რომელიც აფასებს ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული განვითარების ასპექტებს. 2003 წლიდან უკლებლივ ყველა ამ რეიტინგით საქართველოს ჰქონდა წინსვლა. ეს არის დახასიათების კატონის ინსტიტუტი, რომელიც აფასებს ეკონომიკურ თავისუფლებას, ეს არის მემკვიდრეობის ფონდი, ეს გახლავთ საერთაშორისო გამჭვირვალეობა, ეს გახლავთ თავისუფლების სახლი, ეს გახლავთ გაეროს განვითარების ინდექსი, ბერტელსმანის ინდექსი და სხვადასხვა. ყველა მაგალითებით რომ ვისაუბროთ, კონკრეტული მაგალითებია. არა, დემოკრატიის განვითარების კუთხით რა გაკეთდა მიაზროს გულისხმობს. მაშინ როდესაც მაგალითი შეგვიძლია მე როგორც ჟურნალისტმა მოვიყვანო, დემოკრატიასა როდესაც ვსაუბრობთ, ტელეკომპანია
ტელეკომპანია იმედის დარბევა, თაბუკაშვილის სახლი, რომელიც მოსახლეობა გამოყარეს, შემიძლია მე არ გაუბიო ამ სიტყვას, გამოყარეს თავიანთი სახლებიდან და ალბათ გაქვთ თქვენ ნანახი კადრები თუ როგორ ანგრევდნენ შენობებს. საკუთრების ხელყოფა. ეს ის მაგალითებია ბატონ კახა, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, მაშინ როდესაც დემოკრატიის განვითარებაზე ვსაუბრობთ, რა სიტყვით? მე ისე ვამბობ, რომ ეს რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთმანეთს არ ეწინააღმდებით. ჩვენ ერთის მხრივ ვამბობთ, რომ პრობლემები არსებობს, მათ შორის ის პრობლემები, რომელიც თქვით, მე ვფიქრობ 7 ნოემბრის შეფასებისას, ხელისუფლების შეფასების, მთავრობის შეფასებებში ჩვენ ევოლუცია დავინახეთ და 7 ნოემბერს, როდესაც შარშან 7 ნოემბერს, როდესაც ამ თემაზე საუბარი იყო 2007 წლის მოვლენების შეფასებით, ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლების ყველაზე მაღალმა წარმომადგენლებმა მაშინ თქვეს, რომ იმაში, რომ ვერ შედგა დიალოგი პოლიტიკურ ოპოზიციასთან 2007 წლის 7 ნოემბერს, რამაც შესაძლებელი გახადა აი ეს პირდაპირი შეტაკებები ლომის წილი პასუხისგებლობისა მთავრობას ეკუთვნის. არავინ არ ათავისუფლებს პასუხისგებლობისგან რადიკალური ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვინც მოუწოდებდა იქ შეკრებილ ადამიანის ხელისუფლების დამხობისაკენ, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებისგან ჩვენ მათ შორის მაღალი წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ ეს შეფასებები. ასე რომ ეხლა სხვა თემებიც შეფასება მოვისმინეთ ნიუ-იორკ ტაიმსში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, რომელიც საუბრობს, რომ მე რომ ოპოზიციაში ყოფილიყავი 3 თვეში ჩამოვაგდებდი ხელისუფლებასო. აი სწორედ თქვენი კომენტარი სრული ოპოზიციური სპექტრი მოითხოვს განმარტებას მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებისა. თქვენ როგორ შეაფასებთ? თუ მოითხოვენ, კითხონ და პასუხს მიიღებენ. მოდი ჩვენ სხვა თემები ახსენეთ თქვენ თქვა თაბუკაშვილის ქუჩის სახლი, ტელეკომპანია იმედის დარბევა, ხელყოფა საკუთრების. ეს ის საკითხებია, რომელიც გაანალიზებულ იქნა და თქვენ იცით, მთელი რიგი საკანონმდებლო ნაბიჯები გადაიდგა სწორედ იმის სახელმწიფოს უფლების შესაზღუდავად, რომ რამენაირად ხელყოს საკუთრების უფლება. თქვენ იცით, რომ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შევიდა. ამ თემებზე ჩვენ უკვე ვისაუბრებთ. მე ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნება საუბარი და ვიმეორებ თქვენს წინაშე არზის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს თვითკმაყოფილ მთავრობას, ნამდვილად არა. თქვენს წინაშე ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს, ჩვენ გავიარეთ სერიოზული გზა 2003 წლიდან დღემდე, ამ გზაზე იყო ძალიან სერიოზული მიღწევები სახელმწიფო შენებლობის თვალსაზრისით და ამის უარყოფა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ამავე დროს იყო ძალიან სერიოზული ხარვეზებიც და სერიოზული პრობლემებიც და ეს პრობლემები არის დასაძლევი და ხელისუფლება მისი სხვადასხვა განშტოებებით ცდილობენ დღეს წარმოადგინონ თავიანთი ხედვა იმისა თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემების დაძლევა. მე ვფიქრობ, ჩვენ სწორედ განვითარების აი ამ ეტაპზე ვიმყოფებით. გასაგებია ბატონ კახა, თქვენ საუბრობდით, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ვთქვათ, არ იყო ისეთი კომუნიკაცია, როგორიც იყო საჭირო. თუ შეიძლება ვისაუბროთ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. გაუმჯობესდა თუ არა ეს მდგომარეობა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ? ალბათ ეს არის კითხვა. თუ გნებავთ აი ამაზე ვისაუბროთ, რადგან მე ამ კითხვას გისვევთ, იმიტომ რომ მაშინ როდესაც 2009 წლის პირველი სიურპრიზი მე გუშინ ვისაუბრე ამის შესახებ, მაშინ როდესაც საზოგადოებამ ტელეეთერი ჟურნალისტებისგან შეიტყო სწორედ ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი ის რომ ქართული მხარე დაждდა რუსულ მხარესთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან ენგურ ჰესის გასხვისებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია საზოგადოებამ გაიგო ტელეეთერი ჟურნალისტების მეშვეობით. ხომ არ ფიქრობთ ბატონო კახა, რომ კიდევ არის პრობლემა კომუნიკაციისა ხალხსა და მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის? ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭირო იყო რომ პრეზიდენტი გამოსულიყო თავად, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოსულიყვნენ თავად და ეუწყათ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებისათვის? გისმენთ? დაუბრუნდეთ კითხვას 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ თუ გაუმჯობესდა კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის? ოპოზიციას შორის არ გულისხმობ ბატონ კახა, ამჯერად საზოგადოებას. ოპოზიცია ისევე როგორც მთავრობა წარმოადგენენ თავთავიან სეგმენტებს საზოგადოება არ არის მონოლითური წარმონაქმნი, საზოგადოება უამრავი სეგმენტისგან შედგება, მათი საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც აირჩია ეს მთავრობა, მხარს უჭერს ამ მთავრობას, საზოგადოების სხვა ნაწილი მხარს უჭერს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს. რაც შეეხება დიალოგს, მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესდა. ჩვენ დღეს ხედავთ, რომ საკმარისია თუ არა ეს? არა, ჩემი პასუხია რომ არა, მაგრამ პროგრესის ნიშნები არის თუ არა? მე ვამბობ რომ კი. რაში გამოიხატება ეს პროგრესი? ჩვენ გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ გვყავს
ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ მისი საპარლამენტო ნაწილი, რომელიც დიახაც თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. საპარლამენტო ნაწილს, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიცია ფიქტიურს უწოდებს. მოდით, მე ვფიქრობ, არაკორექტული იქნება ასეთი შეფასებების მიცემა და ვისაუბროთ იმაზე, რომ აი მაგალითად გუშინ მოვისმინეთ ერთ-ერთი ოპოზიციური ჯგუფის ძალიან სერიოზული პრეტენზიები სადაზღვეო ფირმებისა და კლინიკებისა და დაზღვეულთა ურთიერთობაში. ეს ძალიან სერიოზული პრობლემა. ნიშნავს თუ არა თანამშრომლობა იმას, რომ მართველ გუნდს ეთანხმებიან ყველაფერში საპარლამენტო პარტიები. რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ხედავთ განცხადებები ხელისუფლების მისამართით არის მის პარლამენტში. ისეთი მკვეთრი, როგორც თქვა არასაპარლამენტო ოპოზიციის არ დამეთანხმებით. მოდი ახლა მკვეთრ განცხადებებს თქვენ ზოგიერთ იმ განცხადებას თუ უწოდებთ ზოგიერთ საპრეზიდენტო კანდიდატმა რითიც დაამახსოვრა თავის საზოგადოებას, ალბათ არც უნდა ისმოდეს, მაგრამ რაც შეეხება მაგალითად გუშინე გამოსვლას, მე ვფიქრობ ძალიან სერიოზული პრეტენზია იქნა წამოყენებული, კერძოდ ჯანდაცვის სფეროში და ამ პრეტენზიას პასუხი უნდა გაეცეს და ასეთი მაგალითების მოყვანა შეიძლება. კონკრეტულ პრობლემებზე კონკრეტული მსჯელობა. უღრმესი მადლობა ბატონ კახა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი გახლავთ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. მე შემიძლია თუ გაქვთ ბატონ ზურაბთან რაიმე კითხვა, შემიძლია პირდაპირ ეთერში მას დაუსვა ეს თქვენს მიერ დასმული კითხვა, რომელსაც მე შევეცდები რომ გადავცე და ციტირება მოვახდინე თქვენი კითხვის. გისმენთ? არა, მე არ მაქვს პრობლემა რომ ბატონ ზურაბს ეს კითხვა თვითონ დაუსვა. ბატონ ზურაბთან ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა გქონდა მაშინ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო და მე მაშინაც მithქვამს და გავიმეორებ, ჩემთვის როგორც განათლების მინისტრისთვის და განათლების რეფორმისთვის ბატონი ზურაბი იყო ძალიან მტკიცე მხარდამჭერი, პოლიტიკური მხარდაჭერი, ყველაფერი იმისა, რისი გაკეთება მაშინ მოხერხდა. გახავთ ოპოზიციაში და საკმაოდ სკანდალური და ხმაურიან განცხადებებს აკეთებს ხელისუფლების მისამართით. პოლიტიკური პროცესია აბსოლუტურად კი ბატონო, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ბატონ კახა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს რადიო უცნობთან. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას თქვენ რომ ამ შესაძლებლობას მაძლევთ. დიდი მადლობა. ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან ერთად დაგველოდეთ. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი გახლავთ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. მოგესალმებით ბატონ ზურაბ, როგორ ბრძანდებით? როგორ მიდის პოლიტიკურად აქტიური ცხოვრება? არის პოლიტიკური ცხოვრება აქტიური დღეს? ნუ ახლა ნაახალწლებია და ნელ-ნელა შევდივართ ფორმაში. კი ბატონო, ბატონ ზურაბ, ჩვენ გეგმავდით პოლიტიკურ დებატებს თქვენსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა, თუმცა მინდა ვაღიარო, რომ თქვენის მხრიდან უარი არ ყოფილა. ბატონ ზურაბ, მე მახსოვს დღეს აქტიურად გაკრიტიკებთ თქვენ ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. მაგალითად, არ გამიგონია ჩემი. კი ბატონო, მე შემიძლია მაგალითებიც მოგიყვანოთ. დღეს ლაშა ჟვანია, ეკონომიკის მინისტრი, მე როდესაც მას პირადად ტელეფონზე ვესაუბრო რამდენიმე დღის წინ, მან გააკეთა თქვენს წინააღმდეგ ასეთი განცხადება, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც ვთქვია, რომ ვარდების რევოლუცია არ შედგა, თუ ზურაბ ნოღაიდელი იქნება მთავრობაში და მინისტრიო. რა სიტყვით ბატონ ზურაბ, თქვენსა და ზურაბ ეს არ დაუმატებია, ვინმე კითხებოდა, მე ამის აზრის თქმას ან საერთოდ ამას. რას ნიშნავს ვინმე კითხებოდა? მე ვაპირებ ლაშა ჟვანიას გამონათქვამზე ან კომენტარების გაკეთებას, რომ სერიოზული თუ გაქვთ ან კითხვა ან ვინმეს ან თქვენ ან ვინმეს. არა, რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სერიოზული კითხვები, თუმცა სიამოვნებით გიპასუხებთ, მოდით ლაშა ჟვანიაზე დროს ნუ დავხარჯავთ. მაშინ მაგას არაფერი ნამდვილად არ ეკითხებოდა, თუმცა მოხდა ვარდების რევოლუცია. ეგ იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე მაშინ, მირია გოგიაშვილის მოადგილე და იმ ყველა სქემების და უბედურების თანამონაწილე, რაც მაშინ ხდებოდა. რის გამოც ვარდების რევოლუცია მოხდა. ეს მოკლედ მხოლოდ და მეზე არაფერზე საუბარი ნამდვილად. თუმცა ბატონ ზურაბ, შევარდნაძის მთავრობაში თქვენც იყავით ერთ-ერთი აქტიური. შევარდნაძის მთავრობაში არ ვიყავი, კი არ ვამბობ, მე გეუბნებით ხაზგასმით ვიძახი მას, რომ ეს იყო ერთ-ერთი იმ სქემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამონაწილე, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა ვარდების რევოლუციამდე. გასაგებია, ბატონ ზურაბ, თქვენ გააკეთეთ განცხადება რამდენიმე თვის წინ, თუ სოციალური კრიზისი თავიდან არ იქნება აცილებული, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. რა სიტყვით დღეს რა ვითარებაა? ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს საუბრობენ და ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტს, რომელიც ყოველდღიურად გამოდის და პირდება ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს კრიზისი აუცილებლად იქნება დაძლეული. როგორ ფიქრობთ, უნდა შეიცვალოს თუ არა ეს ხელისუფლება? ანუ დაძლევს თუ არა ამ კრიზისს ხელისუფლება? არა, ჩვენ ვხედავთ, რომ
კრიზისიდან გამოსვლაზე ზრუნვის ნაცვლად ჩვენ ხედავთ დილიდან საღამომდე სწორედ გამოსვლებს, PR-ს, კამპანიას ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, მაგრამ ვერ ხედავთ ვერც ერთ კონკრეტულ მოქმედებას, რაც ქვეყანას გამოიყვანდა დღევანდელი ვითარებიდან. თქვენ რას მოიმოქმედებდით ბატონ ზურაბ? გინდათ ნებისმიერ სხვა სფეროს ქვეყანა დღეს არ იმართება, ეს მე მგონი ყველასთვის ნათელია. მთავრობა არის დაკავებული, მთავრობა ფართო გაგებით პრეზიდენტის ხელმძღვანელობით დაკავებულია მხოლოდ PR-ით, კამპანიით შეინარჩუნოს ხელისუფლება, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს. PR-ი ყველა პოლიტიკას ჭირდება ბატონ ზურაბ, არა? მხოლოდ ამ არა წარმოო თქვენი პარტიის PR-ს. თან პარალელურად უნდა გააკეთო კიდეც საქმე, როცა ჩვენ გააკეთებ საქმეს და თან პარალელურად გააკეთებ ამის PR-ს, ეს კარგია, მხოლოდ PR-ით საქმეს ვერ გამოასწორებ და ვითარებას ვერ შეინარჩუნებ. მე დარწმუნებული ვარ იმაში, თქვენს თავად და პირველ კითხვას რომ პასუხო ვერც პრეზიდენტი, ვერც ეს პარლამენტი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე ვერ მიაღწევენ, აუცილებლად იქნება ვადამდელი არჩევნები. ახლა მე ვერ გეტყვით ზუსტ პროგნოზს, როდის იქნება ეს, მაგრამ ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. კი ბატონო ზურაბ, თუმცა თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ იქნება ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ თქვენ არ შეუერთდით გარდიან არასაპარლამენტო ოპოზიციის სამთავარ მოთხოვნას არჩევნების ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და საარჩევნო კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით. რატომ არ შეუერთდით ბატონ ზურაბ, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ განმარტეთ? იმიტომ რომ დღეს მე ვერ ხედავ საზოგადოების შეკვეთას დღევანდელი გადასახედიდან და დღეს რა რიცხვია 23 იანვარი რომ ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვარ ეს დრო ძალიან მალე მოვა, მაგრამ დღეს ეს საზოგადოებრივი შეკვეთა არ არის და ჩვენი ზრუნვის საგანი უნდა იყოს სწორედ რომ ეს საზოგადოებრივი შეკვეთა გაჩნდეს და არა მხოლოდ ამ რას ელოდებით ბატონ ზურაბ, როგორ უნდა გაჩნდეს? მე შეფასებას მოგწევ. მე ვფიქრობ რომ საზოგადოება უკვე ჩამოყალიბდა იმაზე რომ სააკაშვილის ხელისუფლება უნდა გაუშვას. აქ დღეს გავიგონე რეიტინგებზე იყო საუბარი, ამ რეიტინგებიდან მკაფიოდ ჩანს რომ რაციონალურ მოძრაობას და პრეზიდენტს მხარდაჭერა აქვს დაახლოებით ჩვენ თანამოქალაქეების 14-15%-ის და ეს იმის გათვალისწინებით რომ მოქმედებს ადმინისტრაციული რესურსი, შიშის ფაქტორი პრაქტიკულად ნიშნავს რომ ეს მხარდაჭერა ნოლია, მაგრამ იმავდროულად უნდა ითქვას რომ არც ოპოზიციურ ძალებს აქვს მაინც და მაინც დიდი მხარდაჭერა, ან პრაქტიკულად საზოგადოება ყველა ყველას გულისხმობ ამ შემთხვევაში, მე არ გულისხმობ სხვებს და ჩვენს თავს არ გამოვყოფთ ასე ვთქვათ ამ ნიშნით, ყველა ოპოზიციურ ძალას გულისხმობ. სწორედ აქ გაჩნდა კითხვის ნიშნები ბატონ ზურაბ, თქვენ მას შეუერთდით არასაპარლამენტო ოპოზიციის ამ სამ მოთხოვნას გაჩნდა კითხვის ნიშნები რომ ზურაბ ნოღაიდელი ცალკე და დანარჩენი არასაპარლამენტო ოპოზიცია ცალკე, რა სიტყვით? ეს არ ვიცი ახლა ცალკე რატომ არ შეუერთდით ბატონ? ჩვენაც ცალკე ვარ და დანარჩენებიც ცალ-ცალკე არიან. არა, გასაგებია, მაგრამ ისინი არიან ერთიანები ამ სამ მოთხოვნაში ბატონ ზურაბ. მე მინდა ჩემი აზრი მივიყვანო ბოლომდე. მაინც კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ საზოგადოებამ მზად არის გაუშვას პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლება, მაგრამ ჯერ არ ჩამოყალიბებულა თუ ვინ მოიყვანოს, მან ვერ მიიღო ჯერ კითხვაზე პასუხი თუ პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი მთავრობის შეცვლით რა შეიცვლება მისთვის, ამიტომ ჩემთვის და ჩვენთვის მე დარწმუნებული ვარ მთელი ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია ჯერ პირველ რიგში სწორედ ამ კითხვას გავცეთ პასუხი იმისათვის რომ ნორმალურად თანმიმდევრობით არჩევნების გზით საზოგადოებამ დასვას ამ ხელისუფლების შეცვლის საკითხი. როგორ უნდა დასვას ბატონ ზურაბ, რას ელოდებით? საპროტესტო აქციები უნდა გაიმართოს თუ რას გულისხმობთ? როგორ უნდა მიიღებთ თქვენ გადაწყვეტილებას რომ აი ახლა დადგა დრო, როდესაც ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ხელახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. როდესაც ორი რამ ხდება ჩვენს პარალელურად, პირველი ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო და უფრო ღრმავდება და საზოგადოების სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილი რეალურ გაჭირვებაში შედის ჩვენს თვალწინ, ამას მკაფიოდ ხედავთ, ანუ საზოგადოებრივი მხარდაჭერა თუნდაც შიშის და ადმინისტრაციული რესურსის გათვალისწინებით სულ უფრო და უფრო მოაგდება მთავრობას და პარალელურად ბატონ ზურაბ, შიში არ იყო მაშინ როდესაც თქვენ იყავით პრემიერ-მინისტრი საზოგადოებაში გაჩენილი? საზოგადოების მხარდაჭერა მაშინ მთავრობას ჰქონდა არა შიშის გამო, მაშინ მხარდაჭერა მაღალი იყო, 50%-ზე მაღალი იყო და არანაირი შიშის ფაქტორი დამატებით მთავრობას ხელისუფლების შესანარჩუნებლად ნამდვილად არ სჭირდებოდა. ახლა მაინც მივიყვან ამას ბოლომდე, რაზეც წეგან დავიწყე საუბარი, ანუ ხელისუფლების მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდება შიშის და ადმინისტრაციული რესურსის მიუხედავად
და პარალელურად დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო და უფრო მკაფიო პასუხი ექნება საზოგადოებას იმაზე თუ რა შეიცვლება მისთვის საზოგადოების წევრებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ამორჩევლებს, რა შეიცვლება მისთვის სააკაშვილის ცვლილებით და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რამოდენიმე თვეში ან შეიძლება რამოდენიმე კვირაში მის მიხედვით ამდენად დინამიკურად განვითარდება მოვლენები, თვითონ საზოგადოება დასვამს დღის წესრიგში ამ მთავრობის შეცვლას ვადამდელ არჩევნებს და ამ შემთხვევაში ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებით უკვე ამ პროცესის არიერგარდში, ჩვენ ნამდვილად ამ პროცესის ავანგარდში ვიქნებით. არ უნდა დასვა საკითხი იმაზე უფრო ადრე, ჩემი შეფასება ასეთია, ვიდრე ეს საკითხი რეალურად დღეს ადრეა ბატონო ზურაბ ეს დღეს ცოტა ადრეა. კი ბატონო ზურაბ თუ დაინიშნება როგორც თქვენ ამბობთ და თუ მოითხოვს საზოგადოება იმას რომ დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ თქვენი გადაწყვეტილება როგორი იქნება? თუ თქვათ ვისაუბროთ ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნები, თუ დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები, ზურაბ ნოღაიდელი იქნება თუ არა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი? ემზადება თუ არა ზურაბ ნოღაიდელი ამისათვის? ჩვენ ვემზადებით ყველა სცენარისთვის, ყველა განვითარებისთვის და შესაბამისად კიდევ რა სცენარებზე მუშაობთ? ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი მაშინ გადაწყვეტს ჩვენი მოძრაობა ერთობლივად და რა ვთქვათ მე თათქათ რამოდენიმე ლიდერი მხოლოდ ჩვენი მოძრაობა იქნება ნამდვილად მოძრაობა და მაგ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ანუ დღესაც თანამშრომლობს ზურაბ ნოღაიდელი სხვა დანარჩენ საპარლამენტო ოპოზიციას. ჩვენ თანამშრომლობთ საპარლამენტო ოპოზიციასთანაც, ბუნებრივია მზად ვართ თანამშრომლობთ საპარლამენტო ოპოზიციასთანაც და თვითონ მთავრობასთანაც ყველა საკითხზე, რომელიც საბოლოო ჯამში შეეხება ჩვენი ქვეყნის და ესაა ჩვენთვის ყველაზე მთავარი ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობას. ბუნებრივია საკითხი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შევა ყველა საკითხზე. ანუ ხელისუფლებასთანაც არ გამორიცხავს თანამშრომლობას? ვისაუბროთ ყველასთან. ხელისუფლებასთან? ხომ არ თანამშრომლობთ დღეს ხელისუფლებასთან ბატონო? დღეს ხელისუფლება თვითონ არ არის, მე მგონი სათანამშრომლოდ მზად არავისთან. ხელისუფლება აგრძელებს, მთავრობა აგრძელებს ხელისუფლების უზურპაციის და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიის გზას სამწუხაროდ და ახლა ამ ვითარებაში ბუნებრივია თანამშრომლობას აზრი არ აქვს. ახლა თანამშრომლობაში ის კი არ იგულისხმება, რომ ვინმე ჭკუა უნდა დაგარიგოს, როგორ მოიქცეს შენ. თანამშრომლობაა და ამის მზადყოფნას მთავრობისგან, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებისგან მე ვერ ხედავ, პირიქით, განსაკუთრებით ჩვენს წინააღმდეგ რეპრესიებს, ჩვენი თანამოაზრეების და ახლობლების წინააღმდეგ, განსაკუთრებულად მოდაში ვართ ამ თვალსაზრისით ჩვენ, რაც ალბათ გასაგებიცაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კიდევ ეს არაა. ასეთ თანამშრომლობას არ გულისხმობ. კი ბატონო, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რომ შემოგთავაზოთ თქვენი ამ განცხადებების შემდეგ, რომ ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში თქვენ რომ გთხოვთ დახმარება. დაეხმარებით თუ არა და მიიღებთ თუ არა მონაწილეობას პრეზიდენტის თხოვნის გარეშე შევთავაზეთ ჩვენ წინადადებები მრავალჯერ უკვე, მაგრამ მთავრობაში ამ მთავრობაში არა, ეს სრულიად გამორიცხულია. ან ეკონომიკის მინისტრად მაგალითად ამ მთავრობაში მონაწილეობა პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობაში მონაწილეობა დღეს ნიშნავს, რომ ადამიანს სამუდამოდ მიეკეროს საქართველოს ტერიტორიების დამკარგველი ზიარლიყი და ახლა არათუ მე არ მაქვს ამის სურვილი. მე ნამდვილად ვერ ხვდები სხვებს, ვინც დღეს მთავრობაშია, რატომ აქვთ ამის სურვილი და რატომ არ უჩნდებათ სურვილი რომ გასაგებია ბატონ ზურაბ, მე მესმის რომ ტერიტორიების დაკარგვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ ჩვენ არ გვაქვს ეს მოსაზრებები და ეს მოსაზრებები სხვამ არ შეიძლება გამოიყენოს და არსადოს ქვეყნის კრიზისთან გამო. კი ბატონო, ბატონ ზურაბ, ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ გაგვთ ფიქრობთ რომ არის სირცხვილი ხელისუფლებაში მოღვაწეობა, რადგან სანამ ჩვენ ტერიტორიებს დავკარგავდეთ, მე მინდა ვთქვა, რომ დროებით დავკარგავდეთ ტერიტორიებს, მაინც ამას მინდა ხაზი გაუსვა. მანამდე იყო ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ცუდი ფაქტი. ამაზე მე და ბატონ კახალომაიოც საუბრობდით ახლა, ხომ? 7 ნოემბერი, თაბუკაშვილის სახლი, საკუთრების ხელყოფის, ესე ვიტყოდი, სასტიკი მოქცევა საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებით. რა სიტყვით, ეს იყო აუცილებელი, რომ ტერიტორიები დაგვაკარგა, რომ შემდეგ გამხდარიყო სირცხვილი ხელისუფლებაში მოღვაწეობა. მანამდე არ იყო სირცხვილი ბატონ ზურაბ. ნამდვილად არ იყო. უფრო მეტის 2004-2007 წლები იყო საქართველოს ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული წლები და მე ვამაყობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობის წევრი ვიყავი ჯერ ფინანსთა მინისტრი. კი ბატონო, სატელევიზიო დაჭერები, საკუთრების ხელყოფა, კი ბატონო. ყველა ეს საკითხი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ახლა ბუნებრივია იყო, ახლა ვერ დავიწყებ საუბარს, რომ ეს არ ყოფილა, მაგრამ ამის პარალელურად და ამასთან ერთად იყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი
და ბევრად უფრო მეტი რაც თავარია დადებითი მოვლენები და საქართველოს მიდიოდა წინ სწორი გზით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო საქართველოს ყველაზე უკეთესი 4 წელიწადი ბოლო 16 წლის განმავლობაში. მაგრამ ბატონ ზურაბ, თქვენთვის არ იყო მნიშვნელოვანი ის, რომ თაბუკაშვილის ქუჩიდან მოსახლეობა სახლებიდან ყრიდნენ და ნივთები აშენებული სახლიდან ესე ფანჯრიდან ცვიოდა პირდაპირ. თქვენთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი. თქვენ მაშინ პრემიერ-მინისტრი იყავით, ბატონ. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ეს დაღად გაყვება საქართველოს მთავრობასაც და ყველას ვინც ეს იყო ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი. საქართველოს მთავრობაში იყო მაშინ, მათ შორის მეც გარკვეულწილად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვიცით ყველამ რომ ეს თბილისის მერიის მოქმედება იყო და რა თქმა უნდა ცენტრალური მთავრობის თბილისის მერი და პრემიერ-მინისტრი არ თანამშრომლობდნენ. მე ხშირად მინახავს. შეიძლება მე მომეთხოვოს, შეიძლება ჩემს მიმართ იყოს პრეტენზია შეიძლება ჩემს მიმართ იყოს პრეტენზია იმაზე თუ თქვა რატომ არ გავაკეთე ამაზე განცხადება და ასე შემდეგ და მე იმ მოვლენებზე რომელიც ჩემ პრემიერ-მინისტრობის დროს მოხდა ბუნებრივია პასუხისმგებლობას არ ვიხსნი და მე თქვენს გადაცემაშიც და თქვენს რადიოშიც მრავალჯერ ამის შესახებ მithქვამს და ამას არც ვარყოფ მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ მოვლენებთან ერთად ამ მოვლენების პარალელურად იყო ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და საქართველოს მიდიოდა წინ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა რაც შეეხება შემდგომ მოვლენებს 7 ნოემბერს და განსაკუთრებით 8 აგვისტოს. ნუ გვესმოდეს კარგად ამ მოვლენებს შორის განსხვავება. თუნდაც განსხვავება თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლის დანგრევას 7 ნოემბერს და განსაკუთრებით 8 აგვისტოს შორის. ამას შედეგად რა მოყვა და შედეგად 8 აგვისტოს მოყვა დაკარგული ტერიტორიები. მეც დარწმუნებული ვარ რომ ეს დროებით დაკარგული ტერიტორიებია, მაგრამ ეს მთავრობა რომ ამას ვერ დაიბრუნებს, ალბათ ამას თქვენც ხედავთ და ყველა ხედავს. არა მაქვს საუბარი, მაგრამ მინდა რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ რომ თქვა ასე რომ ეს ტერიტორიები არის დროებით. ასე უნდა ვთქვათ და დარწმუნებული ვარ რომ არასდროს არავინ საქართველოში არ შეეგუება ამ ტერიტორიების დაკარგვას. ამას ყველა დარწმუნებული ვარ. შემდეგ ომს შედეგად მოყვა 50000 დამატებითი ტოლვილი, ომს შედეგად მოყვა ასობით დაღუპული ჩვენი თანამოქალაქე განადგურებული და დანგრეული ეკონომიკა ფორმირებაზე და ყველა ეს პრობლემა რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. კი ბატონო, ჯარის არასწორად ფორმირებაზე პასუხისმგებლობა დააკისრეთ თქვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ეს არის ჩემი ბოლო შეკითხვა. თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ, მაშინ როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი გამოდიოდა ტელეეთერი და საუბრობდა, რომ როგორი ძლიერი უნდა იყოს ქართული არმია. თქვენ მაშინ იყავით პრემიერ-მინისტრი. მაშინაც გახსოვთ ალბათ ხომ ბატონო ზურაბ დამეთახო. მახსოვს პრემიერი რომ იყავი კი არა, ის არ გახსოვთ ბატონო ზურაბ რომ პრეზიდენტი გამოდიოდა და ყოველდღიურად საუბრობდა იმის შესახებ, რომ ჩვენ როგორ გვეყოლება ძლიერი ქართული არმია. ეს გახსოვთ ბატონო? მაშინ ხომ არ ფიქრობთ რომ მაშინ იყო საჭირო თქვა გესაუბრებთ იმის შესახებ რამდენად ფორმირებულად იზრდებოდა და იწვრთნებოდა ქართული არმია. არა, მაშინაც ჰქონდა ამაზე საუბარი. ღიად არ გისაუბრეთ ბატონ ზურაბ ამის შესახებ. საუბარი არმიის მშენებლობაზე ღიად საუბარი საჭირო ნამდვილად არ არის და არ იყო არც მაშინ არც ახლა და არც მომავალში. აქ საუბარი სხვა რამეზეა. ბევრი ადამიანი და მათ შორის მეც პრეზიდენტ სააკაშვილს ვაფრთხილებდით რომ ჯარი და იმ პრობლემებზეც რომელიც სხვა შორის რომელზეც ამ ბოლო დროს ჩვენ ვისაუბრებთ. პირველ რიგში ეს რეზერვისტების თემა, რომელიც საბოლოო ჯამში მხოლოდ PR კამპანია აღმოჩნდა და მეტი არაფერი. ახლა შენ ერთი თვის განმავლობაში ბანაკში რეალურად მებრძოლ ჯარისკაცს ვერ მომამზადებ. ეს ერთი საკითხი. მეორე ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი ჯარის მშენებლობაში, რომელიც კარგად მიდიოდა, ეს იყო პროფესიონალური არმია და ჯარის საკმაოდ კარგად მომზადება. ოღონდ ბუნებრივია ჩვენი ჯარი იყო 18000-იანი და ის ჯარი, რომელიც თქვათ იმ ფუნქციებს შეასრულებდა იმ მასშტაბში, რა მასშტაბით ირაკლი ოქროაშვილის კი არა და ახლა მე მაყოფილი ვიყავი ჯარის მშენებლობით. მე არ ვსაუბრობ რომ ეს ნაწილი ეს კომპონენტი რაზეც ვსაუბრობ ირაკლი ოქროაშვილის დროს კარგად მიდიოდა და მერე ცუდად ოქროაშვილის დროსაც კარგად მიდიოდა და მერეც კარგად გაგრძელდა. ანუ ჩვენ ხედავდით მაგალითად ჩვენს ბრიგადებს მაგალითად ერახში თელი ბრიგადა იყო ჩართული ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში, იმაში რა ქვია, სამშვიდობო ოპერაციაში, თქვენს შემოგვიდგათ მოგეხსენებათ და ნორმალური მართვის პირობებში საკმაოდ წარმატებითაც გაართვა თავი ჩვენმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა იმ ამოცანებს, რომელიც მათ ეკისრებოდათ, მაგრამ არ იყო ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული მართვის იერარქია.
როდესაც ყველამ უნდა იცოდეს, თქვათ, რა უნდა გააკეთოს, თქვათ, ამა თუ იმ ეტაპზე, იმიტომ რომ ეს გამოიწვია ოფიცრების მუდმივმა რეგულარულმა ცვლილებებმა და ოფიცრების დანიშვნამ, განსაკუთრებით უფროსი ოფიცრების დანიშვნამ პირადი ერთგულების და არა საქართველოს ერთგულების ნიშნით და საბოლოო ჯამში მკაფიოა და ნათელია, რომ ადამიანი ოფიცერი ან თუნდაც ჯარისკაცი, რომელიც გამოგადგება რუსთაველის ქუჩაზე ოპოზიციის დასარბევად, ის ვერ გამოგადგება ფრონტის ხაზზე და ასეც მოხდა კიდეც. ახლა ამაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და თუმცა ბატონო ზურაბს არ საუბრობდით თქვენ ამის შესახებ. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობდით. რეალ ვსაუბრობდით მეთქი ხარ მეთქვამს. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობდით პრეზიდენტ არ ვფიქრობ რომ ნამდვილად ამ საკითხზე ღიად უნდა მესაუბრა და მე დარწმუნებული ვიყავი რომ პრეზიდენტს ეს ესმოდა, მე პირდაპირ გითხრათ, მე გაოგნებული დავრჩი, როდესაც ჩვენ მოულოდნელად 8 აგვისტოს თავი ამოვყავით ამ ავანტიურაში და მით უმეტეს გამოგნებული დავრჩი, როდესაც ჩვენ საერთოდ აღარ გვიომია 3 საათის გარდა და ასე თქვათ ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ეკისრება მიხეილ სააკაშვილს. ამაზე აბსოლუტურად. თავიდან ბოლოს ეს იყო საკითხი, რომელზეც პირადად იყო პასუხისმგებელი თვითონ და აქ მინისტრები, თავდაცვის მინისტრები მხოლოდ თქვათ უმცროს როლს თამაშობდნენ. თუ იქნება საუბარი ეკონომიკაზე, მაგალითად 2004-2007 წლებზე, ან მით უმეტეს 2005-2007 წლებზე ეს პირველ რიგში ჩემი პასუხისმგებლობა იყო და მხოლოდ შემდეგ მისი და თუ თქვათ რამე კითხვა გექნებათ, გეტყვით პირდაპირ ამაზე. ჯერ მე ვარ პასუხისმგებელი, შემდეგ პასუხისმგებლობას ეკონომიკური თქვენ იყავთ პრემიერ-მინისტრი საქართველოში მეორე პირი. თქვენ გეკისრებათ ყველაფერზე პასუხისმგებლობა. ეს იყო ჩემი პირადი პასუხისმგებლობა. მე არ მეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც სხვები გააკეთებენ. ახლა ბუნებრივია და ის რაც სხვების კომპეტენციაში შედიოდა. თუმცა თქვენ იყავთ პრემიერ-მინისტრი და შემეძლოთ ეს სხვები გაგეკრიტიკებინათ, ხო ბატონ ზურაბ? შემეძლო თუ ამას საჭიროდ ჩავთვლით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურაბ გადაცემაში მონაწილეობისათვის. იმედი მაქვს, რომ კვლავ აქტიურად ითარგმნებთ რადიო უცნობთან. იმედი რომ გვექნება დებატები როდესღაც და შევძლოთ კი ბატონო, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ჩვენს ეთერში წარიმართოს დებატები თქვენსა და ხელისუფლების გუნდის წარმომადგენელს შორის. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადაგიხდით რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია კი ორ შაბათამდე გემშვიდობებად ბედნიერად. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.